მოგესალმები. ამინდი არაჩვეულებრივი. ფანტასტიკური. განწყობა არასკავარი არის. განსაკუთრებული. და ეხლა ჩემთვის ორმაგად, ათმაგად ხო იცი რატომ? ვიცი, კახეთი გსტუმრობს, მაგრამ როგორი კახეთი? ვინ არიან, როგორები არიან? თან ნახე, დავიწყოთ. მოვიდეთ. ესე იგი, ინტერნეტმა ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოგვაჩენინა და გაგვაცნო სრულიად საქართველოს, მაგრამ ესენი განსაკუთრებულები არიან, იმიტომ რომ ფანტასტიურად ლამაზები, საყვარლები არიან, პატარები არიან, უნიჭიერესები არიან, დები არიან და ესე იგი, დები, ევა და ანა მარია ბუთიაშვილები დედასთან ერთად, ფიქრია ჩეკურიშვილთან ერთად მობრძანით. ეს რა არის? ლამაზები ხარ, იგოცავ. ეხა არ ვიცი, ხარო ეს მე მომიტანე საჭმელი. მე მომიტანე? ამასაც იმას ჩუქნი? ხო. ხედა, ნატო, კახეთი ხედავ რა შვება, კახეთი ხედავ რა შვება. ესე იგი, სან მე რატო არ ჩამეხუტე ეგრე? მოდი, ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სანამ ეთერს დავიწყებდით. დიდი მადლობა. და სანამ ეთერს შემოვიდოდით. რა კარგია. ევა, როგორი ძახტი? დავიწყოთ, როგორი ძახტი? დავიწყოთ. ერთი სული ქონდა როდის შემოვიდოდა ეთერში. მოგესალმებით, გოგოებო. დიდი მადლობა, რომ ხო და დავიწყოთ, ევა? ხო, დავიწყოთ. მობრძანი შენ აქეთ მოდი ჩემთან. იცი რა, აი სოციალურ ქსელში რო გიყურებდით. მე სტუმრათაც იყავით, ჩვენთან იყავით, მაგრამ აი ჩვენ გადაცემაში არ ვიყავით და ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდით, რომ ბევრი კითხვები თქვენთვის დაგვესვა და მოგსიყვარულებოდით, ხო? მოდი დავიწყოთ ალბათ თავიდან. იცი რა მაინტერესებს ფიქრია, თქვენ უნდა გკითხოთ თავისთავად. პირველი სიმღერა, რომელიც აი ცოტა ეს ჟარგონულად ვთქვა, გავარდა. ხო, სოციალურ ქსელში. ხო, სოციალურ. ამაზე თქვენ თუ გიფიქრიათ, თუ აი უბრალოდ იღებდით და დადეთ, როგორც ძალიან ბევრი ვაკეთებთ. არა, ნამდვილად არ მიფიქრია, რომ აი ესე გავარდებოდა. უბრალოდ ერთ დღეს ჩავწერეთ და ერთი კვირის მერე დავდე. და რა მოხდა? ანუ დავდე საღამოს და დილით აფეთქდა. ძირითადად ეს ანა მარიაზე იყო აქცენტი. ანა მარია საოცარი მუსიკალური ბავშვია, უკრა ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე და მაგრამ შეხედეთ აქ რა ხდება. მე იცით რა მაინტერესებს ანა მარია. მე იცით რა მაინტერესებს. მე მაინტერესებს აი რო გახვედით აი ამ ვიდეოს შემდეგ პირველად და რო გიცნეს. აი ეს როგორი შეგრძნება ხომ გაგეხარდა? ძალიან გამიხარდა. აი მითხარი ხა თანატოლებმა გიცნეს თუ შეხედევა რეპსიტებს? უგზავნის კოცნებს ესე იგი. უცხო ხალხმა მის. უცხო ხალხმა. აი გითხარი როგორ გიცნეს, რა გითხრეს, რა მოეწონათ? მოგვიყევი. დედაჩემ წამიყვანა მაღაზიაში, თბილისში რომ ეგრევე ჩამოვედით და რომ შევედით, თქვენ ისინი არა ხართ რომ ღერი ხართო და ფოტო გადაგვაღებინე და მეც აი გულში რაღაცნაირად გამიხარდა ძალიან. რა შეგრძნება იყო ეს? აი სიხარული? უფრო მეტი პასუხისგებლობის რო კიდე უფრო კარგად უნდა ვიმღერო და ასე შემდეგ ალბათ ესეც იყო, ხო? იცი მე რა მაინტერესებს? შემღერი ფანტასტიკურად და არაჩვეულებრივად უკრა. აი ეს წერტილი, რომელიც როგორც ჩანს ნებისმიერ შენ სიმღერაში ყვება, ხო და ყველა ახლა ეგ მითხარი. ასწავლი შენ თუ შენ როცა მეცადინეობ, მაშინ სწავლობ. მე როცა მეცადინეობ, იმახსოვრებს. ხო. და ეგრევე ყვება. გოგო, მე შენ ხელა შვილები მყავს, იცი? დაუქრიე ჩემ შვილებს ხელი. მოიკითხე, მოგიქვა, გული გაუ. ნიცაცოსაც. გული გაუ. მაი მე არ შემიძლია. ეხლა უნდა მითხრა ესეთი რაღაც ფიქრია, ალბათ თქვენ უნდა გკითხოთ. განსხვავებულები არიან ხასიათით, აი რა ხდება ამათ შორის? განსხვავებული. რაღაცა მგონია რომ ეს ბევრად უფრო ჩაგრავს ანა მარიას, მაგრამ ანა მარია უთმენს. იმდენად აქტიურია ევა, იმდენად აქტიური. აი სიცოცხლით სავსე, არ იღლება არასდროს. აი რაღაც რომ ავიწყდება ეს დღეს თქვათ არ ჩავწერეთ სიმღერა, ვერ ისწავლა ხო ახალი ტექსტი და მეუბნება ნერვიულობს. აი რატო ვერ ვისწავლე მე? ხო. მოდი ჩავწეროთ რა. მასწავლებლებს როგორი ემოცია აქვს ახლა ბოლო მოდი ევა პოპულარული აბა მიეცევას მიკროფონი. აბა სადა ევა აბა გითხარი ახლა ბაღში შენი მასწავლებელი როგორი ამაყია შენ რომ ყავხარ მოსწავლე და რას გეუბნები? პოპულარული ხარო. რა ხარო? ვაიმე პოპულარული. აჰა. კიდე რას გეუბნება? კიდე რას გეუბნება? აი გოგო ხარო. ხო, კიდე? მიკიარი ხარო. ვაიმე, ლამაზი ხარო? ლამაზი. რა ქვია მასწავლებელს? თამილა და ზოია. კითხულობ და ალბათ ზოიას კითხულობ. და მარიკაც მოიგე. და მარიკა. მარიკასაც კითხულობ. ეხლა რა მაინტერესებს? საბავშვო ბაღში რა საკეთებ? საჭმელი საბჭა. საჭმელებს საჭა. მოიცა, ლექსებს არ სწავლობ? სწავლობ. და არ იცი რამე ლექსი?
ვიცი. აბა, ჩვენ დიდი გავჩვენები აპლოდისმენტები. და შენ წაიკითხე. და აბა აი ყველა გისმენს მაყურებელიც, აბა გითხარი. გახსოვს? იმას. აბა ჩუმად ვარ. ბაღში რო წავედი, მასწავლებელმა მითხრა რომ ნიჭიერი გოგო ხარ. და ლექსი თუ გახსოვს რომელიც ისწავლე. თუ არ გახსოვს. ლექსი წაგვიკითხე. გახსოვს რამე ლექსი? თუ ლექსი არ გახსოვს, მე მოთხრობა არა, მოთხრაზე. მოთხრობები გახსოვს რამე? წითელი ქუდა. წითელი ქუდა მინდა. მიდი მოყევი. მოდი აბა მოხდე. მოხდე. წითელი ქუდა წავიდა. სად? ყვავილები უნდა მოეკრიფინა ბაბოს ისა ბაბოსთვის. მე მე მგელი შეხვდა და ჩაუვარდა კალათი. საჩაუვარდა კალათი. გაუვარდა ხელი და ხო, შეეშინდა. გაუვარდა და მე შეეშინდა. ეს რა კეთილი მგერიაო. უი რა სანდო. მე კი წავალო მე ბებიათანო შენ დედასთანო. გაუშო მგელი თავის დედიკოსთან. რა მაინტერესებს? ბაბოსთან ვინ უფრო ადრე მივიდა? მგელი თუ წითელ ქუდა? მგელი და შეყლაპა. მე რა მოხდა? მე წითელ ქუდა წავიდა და შეყლაპა. მორდინემ გაუჭრა მუცელი და მე ამოიყვანა. კატო იქა ფქვილიაკა. კატო იქა ფქვილიაკა. ოჩახ, გწოდნია თუ არა? კი, აბა რა, მაგარი გოგო ხარ. ეხლა მაგრამ რა მაინტერესებს მე. ინსტრუმენტებს ხედავ აქ მე, ფანდურს ხედავ, გიტარაზე ხედავ. ამაზე თავისთავად იცი ესე იგი და კიდე რამე სხვა ინსტრუმენტები არის? რაზე, აი მითხარი. ფორტეპიანოზე ახლა შევედი. ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივარ და კარგად ვუკრავ და ტამტამიც მაქვს სახში. ვა, და ტამტამსაც ფლო. ახლა მინდა ვისწავლო სალამური და გარმონი. ახლა მე თავისთავად დედას ვკითხავ პირველ რიგში ამ კითხვას. ვისგან ეს ნიჭი ამათ? ბებოსგან. ჩემი ბებო თქვენი ბებო. უკრავდა, კი, ჩონგუზე უკრავდა. კარგად ესმოდა მუსიკა, მღეროდა და ყვათამად. ხედავ, ეხლა რა მაინტერესებს? შენ თავიდანვე ანა მარიამ მიხვდი შენი მომავალი, ასე ვთქვათ, რას უნდა დაუკავშირო, ხო ალბათ? მუსიკას თუ მუსიკა იქნება შენი თამბლები და რაღაცა სხვა პროფესია. აი რა გინდა, ხო? მართალია ნატო. მე მინდა რომ სიმღერას გავუყვე და მინდა მსახიობი გამოვიდე, ძალიან მინდა. მინდა რომ სპექტაკლებში მივიღო მონაწილეობა. დადიხარ თეატრში? არა. ნემალია ფიზიკურად. მინდა თქვენაირად წამყვანი ვიყო. ჩვენი კოლეგა. და ძალიან მინდა რომ ჩემი სტუდია მქონდეს. საბავშვო სტუდია და ბავშვებს ვასწავლებ. ბავშვებს კიდე რო ასწავლებ. ეხლა შენ მითხარი, ევა. შენ რო გაიზრდები. დიდი გოგო, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? კბილის ექიმი. რა კარგია, სტომატოლოგიც ყავს ესე იგი ნაცნობი. და ნიჭიერი. სტომატოლოგია რატო? რატო? ხო, სტომატოლოგია რად გინდა? კბილის ექიმი რატო გინდა რომ გამოხვიდე? იმიტომ რომ კბილი ვიცაკტივა უნდა ამოვუხო. შენ ტკივა ხოლმე კბილი? არა. ეხლა შემიძლია არ ვკითხო, კახელები არიან აქა და ეხლა გოგოებო მითხარით, ნელა უკან არ გადაიწიოს ანრი გაუსწორეთ. ვაი, ახლა გაუსწორო, არ გადავამითხარი. ყველაზე მეტად საჭმელი რა გიყვარს? ევა, ჯერ შენ მითხარი და მე ანა მარიასაც ვკითხო. და მე მაქვს ერთი კითხვა კიდე. ხო. აი რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე ძალიან? ხინკალი. წოდი. გოგო, ხაშლამა. ხაშლამაც. სიმღერა რომელი სიმღერა გიყვარს? ტიპლეპიტო. ხოდა აი ხონდა უცნად იმღერებთ ეხლა თქვენ ამას? არა, ეხლა უნდა ვიმღეროთ ბიჭი გოგო წერისას. ოფ, ეგეც მოდი ესეც ვიმღეროთ, საოცარი. მოდი ჯერ ეს სიმღერა ვიმღეროთ და მე კიდევ ვამღეროთ. კარგი, აბა ვიმღეროთ. მოდი, მიკროფონს მე დავიჭერო, ოღონდ, კარგი? აი დედიკო დაიჭერე. დედი დამეჭი. დედიმ დაიჭერე. ხო, მაშინ არ ახლავრო ეს დაიჭერე. ხო, რომ კარგად იმღერო. მიდი. ბიჭი გოგო წერისას არ გაუგო სვიმე მცუდად მე დავიხას ესმის სიყვარულის აბდაუბდა ერთ სიმღერას მღერის მუდამ სხვა სიმღერა არ უნდა პატარა გოგონა პატარა მცაცმინდა პატარა მცამინდა პატარა მზე დღეს თუ არ ესავარ დაედი და კონესავარ ხვალ იქნებას მიყვამ ქვეყნად მე შურადღებას აღარ
გულის წორდა ფაეტონი აღარ უნდა პატარა გოგონა პატარა მთაწმინდა პატარა წამინდა პატარა მზე დღეს თუ არ ესავარ წავედი და კონესავარ ხვალ იქნება ვიყო ამ ქვეყნად მე ჩემს დუდუგზე არ იმღერებს ცხრა ხელმწიფე მბრძანოს თუნდაც ქალაქელი ბიჭია და ისე მღერის როგორც უნდა თბილისელი ბიჭია და ისე ცხოვრობს როგორც უნდა პატარა გოგონა პატარა მთაწმინდა პატარა წამინდა პატარა მზე დღეს თუ არ ესავარ წავედი და კონესავარ ხვალ იქნება ამ ციხო ამ ქვეყნად მე ბრავო ასეთი შესრულება მე ჯერ არ მომიცნენია ანა მარია ძალიან დიდი მადლობა და ევა აი ესე როგორ მღეროდა მთელი გული საოცარი გოგო ხარ დიდი მადლობა მე ახლა რა მაინტერესებს აი ეს გადმოცემის ასეთი მანერა ასეთი რაღაც ფანტასტიკური არტისტობა საიდან ეს არტისტულები არიან აშკარად და ვინმე ასწავლის ამას ესე უნდა ანა მარია ერთმანეთს ასწავლიან ესე ანა მარია ევა გასწავლის შერახოცებს რას გასწავლის რას გეუბნება ხოლმე აი მაგალითად რა ქვია შენს გააკეთე ხელებითო ეს გადმოცემა გულები გააკეთე როგორ უნდა გააკეთო აი ეგ კამერასთან მუშაობა ეს უხდება ეს შენ აღმოაჩინე ვა ეს როჩ კარგი ეხლა მე რა მაინტერესებს ჩხუბობენ ხოლმე კი მე ხა ორი გოგოს მამა ვარ და ვიცი ხან ჩხუბობთ ხან არა რაზე ჩხუბობ აი რაზე ჩხუბობთ გითხარი იმიტომ რომ სამედიანს მე რა ჩხუბობთ დავიჩხაპნერ ვეული სასკოლო ვეული გაუქუჩე სკოლა დავიჩხნაპე პატარა რო რატო ვიყავი დაუჩხნაპე იმიტომ იმიტომ დიდი დაუჩხნაპე ხელები მქონდა და იმიტომ მართლა პატარა ბავშვი პატარა იყო მაშინ ხო და დედას რომელი უჯერებს ყველაზე მეტად დამჯერი რომელია მე კი ნამდვილად მართლა არ ველოდი ანა ხო მართლა პოლიკრე იცი რა მაინტერესებს თქვენთან აი ოჯახში გარდა როგორც თქვენ თქვით ბებია ხო აი საღამოობით ახლა კახელები ყველანი ღერია როგორი არის აი ასე ვთქვა თან ახლა აღდგომების პერიოდი ეხლახანს და კიდე მიდის ქეიფი და დროს დარება მითხარით რა ხდება ხოლმე თქვენთან ხშირად სუფრები გვაქვს ჩვენ სულ სიმღერით საქმე ისე არ აკეთდება სულ მღერია ორივე კი ვენახში წავალ სამსახურში და მივდივართ ბაღში მე და ება სულ მღერის და გეხმარებიან ოჯახში ახლა ანა მარია თავისთავად აი ესევა თუ გვეხმარება ევაც კი ანუ ანა მარია იმდენად დატვირთულია პროვერა და ანა მარიას მაინც თავის ცხოვრება აქვს ხა მუსიკაში თავიდან ბოლომდე გადახვეწა ეს უფრო მეხმარება მართლა ევა რა მაგარი გოგო რა გამოდის ევას ყველაზე კარგად სამზარეულოში რას აკეთებ ევა ყველაზე კარგად ხინკას აჰა ესეც ვიცოდით აი ესეც ვიცოდით უჭოს რეცხავ ყოჩა ევა კიდე გვიმ სახლს კი გვი ეზოსაც ვენახში რომ მიდიხარ ვენახში კრიფავ ყურძანს კი მართლა ყურძანს აკრებს რა ინავრება ყოჩა ვაკავებ ხოლმე მართლა ვენახს აკავებს ესე იგი ყოჩა ესე იგი ყურძანს კრებ კიდე რას აკეთებ ვაკავებ თან იცი რა არის ხუები მუშაობენ ალაგებენ და აი ალუჩას პერიოდია ეხლა კაკრა სეზონია ალუჩასი როგორ მიყვარს ალუჩა ხო აჰა ვენახში ჩავიმღერე ეხლა მითხარით ეხლა მომესმა რა დაუძახე ანა მარიას რას ძახი ჩემორაო ჩემო გული წამალავო ჩემო გული წამალო კიდე რას ეძახე ჩემო კახელოც ჩემო კახელო ჩემო ბედნიე ვაიმე ანუ ძალიან გიყვარს ანა მარია კი გულში მიყვარს გულში ესე უყვარს ამბობ კიდე აი მიყვარს მე როგორ ეხუტები ხოლმე დილით რო ეხუტებ ეხუტები ვაიმე არ მოახტო დილამშვიდობისა დილითო იყიდებ დილამშვიდობის ანა მარია როგორ გეწინა მართლა ძილინებისასაც ეუბნება ხო სკოლაში რომ მიდის ჩვენ ბაღში ეუბნება ბედნიერი დღე წარმატებული დღე ყოჩა ღევა არის ფანტასტიკური არაჩო ევა ბაღში ყავს მეგობრები გოგოები აბა ვინ არიან მე ყველაზე ახლო მეგობარი ვინ არის შენი გახსოვს სახელი არა
არა. იცი რა არის, უკან ფანდური ცუდად მე რა მაინტერესებს ისე აბა ერთ მიკროფონში უნდა ვათქმევინო. შენ მითხარი ბაღში თუ ეპრანჭები ბიჭებს. ეპრანჭები. დედას არ უყურო, ოღონდ მე მიყურო მითხარი. ვის რა ქვია იმ ბიჭს რა ქვია? არ იტყვი? არ თქვა, კაი, რომ გაიზრდები. მე მოდი ჩვენთან ერთად, კარგი? ხო. მოდი, იცი რა მითხარი, ერთი წუთი. როგორ ეპრანჭები, ესე თმებს ესე აკეთებ, თუ ამას კაბას იცნო. გაიარე, აბა როგორ ეპრანჭები? გაიარე, როგორ ეპრანჭები? ესე. ვაიმე, როგორი პრანჭები. საოცრება, მოდიათ, მოდი, კიდე უნდა ვიმღერო. მოდი ერთი ვიმღეროთ კიდევ. ნახე როგორ თურმე პრანჭვა, აი ესე უნდა. მოდი ჩვენთან, მოდი ვიმღერო. სიმღერა დაასრულე? ერთი იმღერე აბა რა. მოწურა ჩვენთან. ერთი გთხოვ. დიპლიპიტო. ერთი და всё. მეც არ შეგაწუხებთ. დიპლიპიტო ვიმღეროთ. კაი, დიპლიპიტო ვიმღეროთ. იმღერებ დიპლიპიტოს. დიპლიპიტო გვიყვარს, ჩვენს გვიყვარს დიპლიპიტო. ჩვენს. დამეჭირე. დაუჭირე. დიპლიპიტო ჩუმათი ყო ხმას არიღებდა. არიღებდა ხმას არიღებდა. კნეინები ჩაიყვეწნენ ამაიღეო. კნეინები ჩაიყვეწნენ ამაიღეო. ერთხამი ჩროლა იყო ხოშოვანი სუპანში, საქულუს დუქანში აოდა ორი ბოთლი წითელი ღვინო თავის აკუსკიანად, ორი ბოთლი და წითელი ღვინო თავის აკუსკიანად. წამაიდა და წინ წავიდეთ წინ ხათაბალაია დარდუბალაია. Bravo! არა, თქვენ უნდა მოხვიდეთ ხშირად, ოღონდ ბევრი სიმღერით უნდა მოხვიდეთ. ვერ გაიგეთ ახლა. აქ ახლა რა ითქვა, ვერ გაიგეთ და უნდა ვთქვა. იდე რო გთხოვოთ, მე ერთი არ იმღერებ, სანამ წავალ. ფანდურზე. აი ნახე. აბა ფანდურზე რა სიმღერა, ანა მარია. აი, და შენ აყევი, ხო? მოდი. აბა, ანა მარია. მე უნდა ვთქვა რა უთხრა აუცილებლად, აი ახლა კარგად. მე ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს მენელს და ემიგრანტებს. აჰა, გაიხარ. ჩვენც ვუერთდებით ამ მიძღვნას. კი ბატონო. ჩემი სიცოცხლე, ჩემი დურფა საქართველოა. დამდელოა კიდევ მაცოცხლე ღმერთო დიდხანს არ მიმატოვო. Bravo! საოცარი გოგო
ხარ ანა მარია, მადლობა, როგორი ხმა მოდის არა? ისეთი ბედნიერი დღე მაქვს, აი, მე არ რომ ვთქვა. დიდი ხანი იცი რა, მე ასეთი მგონი დღე არ მე- მქონი და დიდი მადლობა თქვენ ასეთი დღისთვის, რომ ჩვენ მადლობა მოგიწყვეთ თქვენ ეს დღე. მოწვევისთვის. ამრი მე მგონია მე ის დრო ავდგე იმით რომ წამართვეს აგერ. აი, ხო გითხრა რომ წამყვანობა მინდაო და არა ეს ანა მარიას უნდა ამან ჩუმად. ანა მარია, შენ გინდა. ხმელად გააკეთა. გამომართვა ყველაფერი და ეხლა მაგრამ მე მგონი ევასაც წამყვანობა უნდა, მე როგორც ევა, მოგწონს შენ აქ ყოფნა? წაიყვან ჩვენთან ერთად. მოდი მაშინ ეხლა მოდი ევა, მოდი ჩემთან. ეს დაიჭირე ეს და მოდი. მოდი შენ ანა მარია, მოდი. აი გავდგეთ ეხლა ჩვენ და მე რო გეტყვით 1 2 3 ვთქვათ რეკლამა, კარგი? ერთად ხმამ ახლა. რეკლამა უნდა თქვა. 1 აი, აქ, 2 და 3. რეკლამა.